მას შემდეგ, რაც მარტის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება შეუწყვიტა და ამერიკაში დამზადებული ზოგიერთი იარაღის გამოყენებაც შეუზღუდა, ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის კიევის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და რომ ისინი საკუთარი თავდაცვის არქიტექტურის გაძლიერებაზე თავად იზრუნებენ. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, დახმარების შეწყვეტის მიზანი ზეწოლა იყო, რათა მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან მieყვანა. როგორც კი ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის დელეგაციასთან შეთანხმებას მიაღწია, კიევს ვაშინგტონის დახმარება აღუდგა. უკრაინაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰექსეთმა ხაზი ბრიტანელ კოლეგასთან ბოლო შეხვედრაზეც გაუსვა. ჩვენი სურვილია ერთობლივად მუშაობა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად, უკრაინაში ომის დასასრულებლად, კონტინენტზე მდგრადი შეკავების უზრუნველყოფით და შემდეგ ჩვენი მოკავშირეების შესაძლებლობებისა და თავსებადობის გაზრდით. ძალზე დამაიმედებელია ჩვენი ბრიტანელი და ფრანგი მეგობრების ინიციატივა, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით მზად არიან ლიდერობა თავის თავზე აიღონ. გჯერა, რომ ნატოს ევროპული ლიდერობა გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობით კონტინენტის თავდაცვის მომავალია. თქვენგან გამოწვევა მივიღეთ მეტად ჩავრთულიყავით უკრაინაში, გაგვეზარდა თავდაცვის ხარჯები, გაგვეძლიერებინა ევროპის უსაფრთხოება. და მე გეუბნებით, რომ ასეც მოვიქეცით, ამას ვაკეთებთ და მომავალში მეტსაც გავაკეთებთ. საფრანგეთმა პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმს უმასპინძლა, რომელიც მიზნად ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებათა საკითხების განხილვას ისახავდა. ევროპის თავდაცვის მინისტრებმა იმ ბარიერების მოხსნის გზებზე იმსჯელეს, რაც კონტინენტზე სამხედრო მრეწველობის გაზრდას, წვრთნებსა თუ სამხედრო ბაზების გაფართოებას უშლის ხელს. უმრავლესობა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერების აუცილებლობაზე თანხმდება. აშკარაა, რომ შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერა უპირობო აღარ არის და რომ ევროპისთვის 10 წლეულობით ამერიკაზე დაყრდნობა გარანტირებული აღარაა. მას დამსახურება დასჭირდება. შესაბამისად, ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა გააძლიეროს და ამისთვის დიდი დრო აღარ გვაქვს. არასრულფასოვნების კომპლექსი უნდა დავწლიოთ. გაცილებით ძლევამოსილები ვართ, ვიდრე გვგონია და ეს ძალა უსაფრთხოებაში უნდა გამოვიყენოთ. პუტინმა გარკვევით დაგვანახა, რომ იმპერიული წარსულისკენ მიმართულ კამპანიაში მისთვის უკრაინა ბოლო გაჩერება არ არის. ის გააგრძელებს აგრესიას გავლენისა და ტერიტორიების გასაფართოებლად. დადგა დრო პუტინი გამოვაფხიზლოთ და ვაჩვენოთ, რომ მისი ოცნებები რეალობას აცდენილია. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კიევის უსაფრთხოების მთავარი გარანტია უკრაინის შეიარაღებული ძალები იქნება. შესაბამისად, სამომავლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე პარიზი უკრაინის დემილიტარიზაციას გამორიცხავს. ჩვენ უკრაინის ნებისმიერი სახის დემილიტარიზაციაზე უარს ვიტყვით. ევროპის კონტინენტის არმიათა უპირველესი მოვალეობა საკუთარი თავი დოქტრინული მზარდი შესაძლებლობებისა და ინტელექტის ჩარჩოებში მოიაზრონ, რომელზე დაყრდნობაც უკრაინის არმიას არა მარტო მომავალ წელს, არამედ შემდეგი 5-10-15 წლის განმავლობაში შეეძლება. პარიზში შეკრებილმა ევროპის თავდაცვის მინისტრებმა იმსჯერეს იმაზეც, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს ერთობლივი თავდაცვა, განიხილეს ახალი საერთო სესხის პირობები, ევროკავშირის საფონდო შესაძლებლობები და ევროპული საინვესტიციო ბანკის გაზრდილი როლი. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ევროპას თავდაცვის სუბსიდირების პრობლემა არ ექნება. მათ შორისაა თადარიგის გენერალი უესლი კლარკი, რომელიც ამერიკის არმიაში 38 წელი მსახურობდა და ნატოს ჯარების მთავარსარდალიც იყო. ასევე გერმანული საკონსულტაციო ბიუროს წარმომადგენელი მათია ნელესი. ევროპელები ამას შეძლებენ თუ დაუყოვნებლივ ააჩქარებენ იმას, რასაც უკვე აკეთებენ და დათმობენ საკუთარი საოპერაციო მზაობის ნაწილს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები საჭირო აღჭურვილობითა და მდგრადობით უზრუნველყონ. უკრაინელები მთელი ევროპისთვის იბრძვიან და ვფიქრობ, მათ ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუმცა სხვადასხვა ხარისხით. ფული პრობლემა ნაკლებად მგონია, მთავარია გადაწყვეტილება. კოვიდის პანდემიის მაგალითზე დავინახეთ, თუ რა სწრაფად შეძლო ევროკავშირმა ასობით მილიარდი ევროს მობილიზაცია. ევროპელი ლიდერები უცხოეთიდან იარაღის შეძენას თავდაცვის საკუთარი მრეწველობის გაზრდას ამჯობინებენ. თუმცა ბრიტანელი ანალიტიკოსი და რუსეთის სპეციალისტი მარკ გალეოტი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ამგვარი ინდუსტრიის მშენებლობას გარკვეული დრო დასჭირდება.
თავდაცვის სამრეწველო კომპლექსს ერთ ღამეში ვერ ააშენებ. ის ვერც სწრაფ შედეგებს მოიტანს და რა თქმა უნდა, ვერც უკრაინაში მიმდინარე ომზე ექნება უშუალო გავლენა. ევროპაში ერთ-ერთ გამოწვევად უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციები რჩება, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას არ ემხრობიან. თუმცა მსგავსი წინააღმდეგობის დაძლევა ევროკავშირმა არაერთხელ შეძლო, მათ შორის უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთზე სანქციების დაწესების გადაწყვეტილების მიღებისასაც. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.